საღამომშვიდობის ეთერშია გამოკითხვა ნათია მიქიაშვილთან ერთად. რომელია თქვენი აზრით არასაპარლამენტო პარტიებს შორის ყველაზე რეიტინგური? გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმისამართზე 3W გამოკითხვა G და დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 317-994. საერთაშორისო საქმეთა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ ოფიციალურ განმარტებას ავრცელებს. NDI ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. საერთაშორისო საქმეთა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევის მხოლოდ იმ ხდის საჯაროს, რომელიც ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს ასახავს. პოლიტიკური პარტიების რეიტინგები კი მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების დროს გამოიყენება. როგორც პარტიებისთვის უკვე ცნობილია, NDI იტოვებს უფლებას კვლევის მონაცემების არასწორად წარმოჩენის ნებისმიერი ფაქტი უარყოს. აღნიშნულია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს განცხადებაში. ასევე NDI უარყოფს ინფორმაციას სააგენტოების მიერ დღეს გავრცელებულ ცნობებზე. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ NDI-ის რეიტინგების მიხედვით პროპორციული სისტემის არჩევნებში დაახლოებით 3%-ს აიღებდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, აცხადებენ NDI-ში. NDI-ის განცხადებით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები საპარლამენტო არჩევნებში 35%-ს მიიღებდა. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ჩვენი კვლევაზე მოაღნიშნული საკითხით წარმოქმნას ემყარება, არაზუსტია, აცხადებენ NDI-ში. ამ დროისთვის ინტერპრეს ნიუსისთვის ცნობილი გახდა NDI-ის კვლევის რამდენიმე მონაცემი. კითხვაზე შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვის მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს 33%, გიორგი თარგამაძეს 14%, ირაკლი ალასანიას 7%, შალვა ნათელაშვილს 6%, ნინო ბურჯანაძეს და გუბა სანიკიძეს 2% ერგოთ. კითხვაზე თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებთან რომელი პარტია დგას უფრო ახლოს, პასუხები შემდეგნაირია. ნაციონალური მოძრაობა 41%, ქრისტიან დემოკრატები 12%, ლეიბორისტები 5%, თავისუფალი დემოკრატები 4%, ეროვნული ფორუმი 3%. იგივე კითხვა თბილისის მასშტაბით. ნაციონალური მოძრაობა 28%, ქრისტიან დემოკრატები 9%, თავისუფალი დემოკრატები 7%, ლეიბორისტები 6%, ეროვნული ფორუმი 6%. შემდეგ კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემთ ხმას, პასუხები ასეთია. ნაციონალური მოძრაობა 48%, ქრისტიან დემოკრატები 9%, ლეიბორისტები 5%, თავისუფალი დემოკრატები 3%. კითხვაზე ჩამოთვლილი პირები უფრო მოგწონთ თუ არ მოგწონთ, პასუხი უფრო მომწონს ასე გადანაწილდა. ილია მეორე 92%, მიხეილ სააკაშვილი 65%, გიგი უგულავა 63%, დავით ბაქრაძეს და გიორგი თარგამაძეს 61% ერგოთ. შესაბამისად ჩვენ უკვე გაგვიშთა კითხვა საზოგადოების მიმართ, თქვენ როგორ თვლით, რომელია ყველაზე რეიტინგული პარტია არასაპარლამენტო პარტიებს შორის? ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, ქართული პარტია, ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები, პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალი საქართველო, ხალხის პარტია, კონსერვატიული პარტია, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის თუ არც ერთი. კიდევ ერთხელ გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმისამართზე 3W გამოკითხვა G და დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 317-994 და ამ დროისთვის პირველი მაყურებელია ხაზზე. საღამომშვიდობისა გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ. მოგესალმებით. დემოკრატიული მოძრაობა ნინო ბურჯანაძის პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია, რატომ თვლით, რომ ეს პარტია ყველაზე რეიტინგულია, ან თქვენი სიმპათიები რატომ არის? იმიტომ რომ ქალბატონი ნინო უდგას სათავეში და არის ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი და ერთადერთი ნინო იბრძვის, მე მგონი მარტო ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994 და ასევე გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმისამართზე 3W გამოკითხვა G, რომელზეც ყველაზე რეიტინგული არასაპარლამენტო პარტიების ათეული ჩამოთვლილია. შემდეგი მაყურებელი ხაზზე. საღამომშვიდობისა გისმენთ. საღამომშვიდობისა. გამარჯობა, გისმენთ. მე მიმაჩნია, რომ ქართული პარტია. ქართული პარტია, რატომ იხრება ამ შემთხვევაში თქვენი სიმპათიები ქართული პარტიის სასარგებლოდ? იმიტომ რომ ძალიან მომწონს, იქ შეკრებილი ინტელექტუალები არიან, უფრო ძალიან სწორი ხედვები აქვთ. და აი ქართულ ფუძეზე დამყარებული ეს ყველაფერი და ძალიან მომწონს. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994 და ასევე გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმისამართზე 3W გამოკითხვა G, რომლის შედეგებიც ამ დროისთვის შემდეგნაირად გამოიყურება. გამოკითხულთა 32% თვლის, რომ ეროვნული ფორუმი ყველაზე რეიტინგულია. ქართული პარტიის სასარგებლოდ თითქმის 22%-მა მისცა ხმა, 13% თვლის, რომ ლეიბორისტული პარტია, 12%-ს მიაჩნია, რომ არც ერთი არასაპარლამენტო პარტია რეიტინგული არ არის,
6% თვლის, რომ თავისუფალი დემოკრატებზე არის საუბარი. რესპუბლიკური პარტიას სასარგებლოდ 5%-მა მისცა ხმა, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის 1.37%, ახალი მემარჯვენეები ასევე 1.37%, ხალხის პარტია, კონსერვატიული პარტია, სამართლით და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ჯერჯერობით ამ პარტიების სასარგებლოდ არც ერთ მაყურებელს არ მიუწია ხმა. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. გამარჯობა გისმენთ. მე ვთვლი რომ ნინო ბურჯანაძის პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია და რაც შეეხება NDI-ის კვლევებს, მე რამდენიმე წუთის წინ ჩავეკითხე ეს კვლევები, როგორ ფიქრობთ, ობიექტურია თუ არა გამოკითხვის ის შედეგები, რომელიც ამ ინსტიტუტმა დადო? მეტნაკლებად. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე შეგახსენებთ, რომ გადაცემის ბოლოს პირდაპირ ეთერში გადაცემის მეორე ნახევარში სტუმრად გვეყოლება ექსპერტი ბატონი ლადო პაპავა, რომელიც შეაფასებს იმ შედეგებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა გისმენთ. მე მივცემდი ხმას თავისუფალ დემოკრატებს, ბალასანიას. გასაგებია. რადგანაც არ ორდინალური მოაზროვნე არიან, ღრმა მოაზროვნე ადამიანები არიან და მე მგონია წესიერი და პატიოსანი. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს საინფორმაციო სააგენტოებისთვის ცნობილი გახდა NDI-ის იმ კვლევის შედეგები, რომელიც მან პარტიებთან და ლიდერებთან მიმართებაში ჩაატარა. შესაბამისად, ჩვენი შეკითხვაც ამ თემას უკავშირდება. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. საღამო მშვიდობისა. გამარჯობა. ბურჯანაძის პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ წავიკითხავ პარტიების იმ სიას, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენს ათეულშია მოცემული. ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, ქართული პარტია, ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები, პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალი საქართველოს, ხალხის პარტია, კონსერვატიული პარტია, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის და არც ერთი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ლეიბორისტი. გასაგებია თქვენი პოზიცია, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმისამართზე 3W გამოკითხვა-ჯი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე ვთხოვ ყველა მაყურებელს მოკლედ და კონკრეტულად გაგცეს პასუხი, რადგან მინდა რაც შეიძლება ბევრმა საზოგადოების წევრმა მიიღოს ამ გამოკითხვაში მონაწილეობა. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა. რა თქმა უნდა ეროვნული ფორუმი. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე ამ დროისთვის ინტერნეტ მონაცემებსაც მოგახსენებთ, ეროვნული ფორუმი ლიდერობს სიაში 27% გამოკითხული საზოგადოების აძლევს მას ხმას, ქართული პარტია 20%, 16% ლეიბორისტული პარტია, არც ერთი 11%, თავისუფალი დემოკრატები 9%, რესპუბლიკური პარტია 7%, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის 5%, ახალი მემარჯვენეები 3%, თავისუფალი საქართველოს 1%, ხალხის პარტია, კონსერვატიული პარტია და სამართლიანი მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ჯერჯერობით მხარდამჭერების გარეშე არიან დარჩენილები. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. ეროვნული ფორუმი. გასაგებია თქვენი პოზიცია. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი შეკითხვა უკავშირდება NDI-ის კვლევებს, რომელიც მან გამოაქვეყნა დღეს პარტიებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან დაკავშირებით. ამ კვლევის კონკრეტული შედეგები ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოსთვის, კერძოდ ინტერპრეს ნიუსისთვის გახდა ცნობილი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ. ალასანიას პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში მოხერხდა 10-ის სატელეფონო ზარის მიღება. აქედან ორი მაყურებელი ეროვნული ფორუმის სასარგებლოდ აძლევს ხმას, ერთი მაყურებელი ლეიბორისტული პარტიის, ერთი მაყურებელი ქართული პარტიის, ორი მაყურებელი ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები და 4 ხმა ერგო დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა. ეროვნული ფორუმი. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე გთხოვთ კიდევ ერთხელ აქტიურად ჩვენს ვებმისამართზე 3W გამოკითხვა-ჯი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის და შეგახსენებთ, რომ გადაცემის მეორე ნახევარში სტუმრად გვეყოლება ექსპერტი ბატონი ლადო პაპავა, რომელიც ამ შედეგებს და თქვენს მიერ გამოკითხული საზოგადოების შედეგებს აუცილებლად შეაფასებს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ, რა თქმა უნდა, ეროვნული ფორუმი, რა თქმა უნდა. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. ინტერნეტ მონაცემებს მოგახსენებთ. გამოკითხულთა 29% ყველაზე რეიტინგულ არასაპარლამენტო პარტია და ეროვნულ ფორუმს მიიჩნევს. 17% ქართულ პარტიას, 15% ლეიბორისტულ პარტიას, არც ერთი პარტია ამბობს 11%, 8% თავისუფალი დემოკრატები, 6% რესპუბლიკური პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის 4%, ახალი მემარჯვენეების 3% და თითქმის თითო პროცენტი აქვს თავისუფალ საქართველოს, ხალხის პარტიას, კონსერვატიულ პარტიას და სამართლიან მოძრაობას სამართლიანი საქართველოსთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. რა თქმა უნდა, ბურჯანაძის დემოკრატები, ანუ სახალხო მოძრაობა. გასაგებია თქვენი პოზიცია.
მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. რა თქმა უნდა, ეროვნული ფორუმი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. ეროვნული ფორუმი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 და ტელეკომპანია მაესტროში ზარები არ იფილტრება, შესაბამისად ნებისმიერ თქვენგანს აქვს საშუალება პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიცია გამოხატოს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გისმენთ, გამარჯობა. ალო. გისმენთ ეთერში ხარ? ეთერში ვარ? კი ბატონო. ლეიბორისტული პარტია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენს ტელეფონის ნომერს 317 და კიდევ ერთხელ გთხოვთ იაქტიუროთ ჩვენს ვებ მისამართზე 3W გამოკითხვაჯი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა გისმენთ. ბურჯანაძეს პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. საღამო მშვიდობისა ეთერში ხართ. ისა ლეიბორისტული პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. მე ამ დროისთვის მოგახსენებთ იმ შედეგებს, რომლებიც პირდაპირ სატელეფონო გამოკითხვის შედეგად დაიდო. 6 ხმა ეროვნული ფორუმის სასარგებლოდ 3 მაყურებელი ლეიბორისტული პარტია, 2 მაყურებელი ქართული პარტია, 2 მაყურებელი ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები და 6 მაყურებელი დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა ეთერში ხართ. ალო. დიახ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ. ქართული პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. შეგახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერს 317 შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ, ქართული პარტია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე ამ წუთას მოგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს. გამოკითხულთა 30% ხმას აძლევს როგორც ყველაზე რეიტინგულ არასაპარლამენტო პარტიას ეროვნულ ფორუმს, 20% ქართული პარტია, 15% ლეიბორისტული პარტია, არც ერთი 10%, 8% თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია 5%, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის 4%, 2% ახალი მემარჯვენეები და თითქმის 30% აქვს გადანაწილებული თავისუფალ საქართველოს ხალხის პარტიას, კონსერვატულ პარტიას და მოძრაობას სამართლიანი საქართველოსთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ლეიბორისტული პარტია, რა თქმა უნდა. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ეთერში საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ. რა თქმა უნდა კონსერვატორები. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. დიახ ეთერში ხართ. ლეიბორისტული პარტია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. გთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 317 შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა გისმენთ. რესპუბლიკელები. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა. ეროვნული ფორუმი, რა თქმა უნდა. მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 შემდეგი მაყურებელი ეთერში საღამო მშვიდობისა გისმენთ. ქართული პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. ამ დროისთვის მე მოგახსენებთ სატელეფონო გამოკითხვის შედეგად გადანაწილებულ ხმებს 7 ხმა ეროვნული ფორუმი, 5 მაყურებელი ლეიბორისტული პარტია, 5 მაყურებელი ასევე ქართული პარტია, 2 მაყურებელი ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები, 6 მაყურებელი დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, 1 ხმა რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ და 1 მაყურებელიც კონსერვატული პარტიის სასარგებლოდ აძლევს ხმას. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ისა გამარჯობათ, ბურჯანაძეს პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. ამ დროისთვის ჩვენი ინტერნეტ მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება. 28% ეროვნული ფორუმი, 21% ქართული პარტია, ლეიბორისტული პარტია 16%, 10% არც ერთი, თავისუფალი დემოკრატები 8%, რესპუბლიკური პარტია 5%, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის 3%, 2% ახალი მემარჯვენეების სასარგებლოდ, თავისუფალი საქართველო 1%, ხალხის პარტია, კონსერვატული პარტია და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის თითქმის 30%-ს ინაწილებს გამოკითხული საზოგადოების ხმებისა. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა გისმენთ. ალასანიას პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობა. ალო. დიახ გისმენთ. გისმენთ ეთერში ხართ. სამწუხაროდ არ ესმოდა როგორც ჩანს მაყურებელს ჩვენი ხმის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. საღამო მშვიდობისა. ქართული პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ.
საღამომშვიდობის. დიახ, გისმენთ, გამარჯობა. ეროვნული ფორუმი გენიცვალე. გასაგებია, მადლობა ზარისთვის კიდევ ერთხელ გთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 317-994 და დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია. როგორ ფიქრობთ, რომელია არასაპარლამენტო პარტიებიდან ყველაზე რეიტინგული? შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. რა თქმა უნდა, ლეიბორისტები, ისინი საქმით ამას ამტკიცებენ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, მე ყველა მაყურებელს ვთხოვ იყოს კონკრეტული, რადგან ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენი მაყურებლის გამოკითხვას მოვახერხებთ. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. გამარჯობა გისმენთ. ლეიბორისტული პარტია რა თქმა უნდა. მადლობა ზარისთვის. ამ დროისთვის რომ მოგახსენებთ პირდაპირ ეთერში გამოკითხული ზარების ხმების გადანაწილების შედეგებს 8 მაყურებელი ეროვნული ფორუმი, 7 მაყურებელი ლეიბორისტული პარტია, 6 ხმა ქართული პარტიის სასარგებლოდ, 3 ხმა ჩვენი სასარგებლოდ ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები, 7 მაყურებელი დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, 1 ხმა რესპუბლიკურ პარტიას და 1 ხმა ასევე კონსერვატულ პარტიას. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ეროვნული ფორუმი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. გთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 317-994. შემდეგი მაყურებელი ეთერში საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. გისმენთ ეთერში ბრძანდებით საღამო მშვიდობისა. ალო. ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა, ლეიბორისტული პარტია. მადლობა ზარისთვის. ამ დროისთვის მე ინტერნეტ მონაცემებს მოგახსენებთ. გამოკითხულთა 29% ხმას აძლევს ეროვნული ფორუმის სასარგებლოდ, 21% ქართული პარტია, 15% ლეიბორისტული პარტია, 9% თავისუფალი დემოკრატები, არც ერთი, 8% რესპუბლიკური პარტია, 5%, 3% მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის. ახალი მემარჯვენეები 2%, თავისუფალი საქართველო 1%, კონსერვატული პარტია 1%, ხალხის პარტია და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის 9% პროცენტს ინაწილებს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. ქართული პარტია, იმიტომ რომ ყველაზე პრაგმატულები არიან. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველა მაყურებელს, რომ იყოს კონკრეტული და ამ შემთხვევაში მხოლოდ მათთვის, ასე ვთქვათ, სასარგებლო კი არა და მისაღები პარტია დაასახელონ. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ქართული პარტია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ეთერში საღამო მშვიდობისა გისმენთ. გისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობა გისმენთ. თავისუფალი საქართველო. გასაგებია, თავისუფალი საქართველო. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. გთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 317-994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. დიახ, ეთერში ხართ. რა თქმა უნდა, ეროვნული ფორუმი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ლეიბორისტული პარტია. მადლობა ზარისთვის. გთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 317-994. მე კიდევ ერთხელ ჩაგეკითხავთ იმ პარტიების სიას, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენს ათეულში მოხდა არასაპარლამენტო პარტიებზეა საუბარი. როგორ ფიქრობთ, რომელია მათ შორის ყველაზე რეიტინგული? ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, ქართული პარტია, ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები, პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალი საქართველო, ხალხის პარტია, კონსერვატიული პარტია, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის თუ არც ერთი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ლეიბორისტული პარტია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994 და ჩვენი დღევანდელი შეკითხვა უკავშირდება NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლებიც მან პარტიებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ამ კვლევის კონკრეტული შედეგები გახდა საინფორმაციო სააგენტო Interpress News-ისთვის ცნობილი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ქართული პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობათ. გისმენთ ეთერში. ნინო ბრუჯანაძის პარტია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. ამ დროისთვის მოგახსენებთ პირდაპირ ეთერში გამოკითხული საზოგადოების მიერ მიღებულ შედეგებს. 10 ხმა ეროვნული ფორუმის სასარგებლოდ, 10 მაყურებელი ლეიბორისტული პარტიის სასარგებლოდ, 9 მაყურებელი ქართული პარტიის სასარგებლოდ აძლევს ხმას, 3 მაყურებელი ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები, 8 მაყურებელი დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, თითო მაყურებელი აძლევს ხმას რესპუბლიკურ პარტიას, პოლიტიკურ მოძრაობა თავისუფალ საქართველოს და ასევე კონსერვატული პარტიას. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. რესპუბლიკური პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა ეთერში ხართ. გისმენთ ეთერში ბრძანდებით. როგორც შესაძლოა მაყურებელსაც ჩვენი ხმა გამოკითხვა ეთერში რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებათ.
გამოკითხვა ეთერში ბრუნდება. Როგორ ფიქრობთ, ყველაზე რეიტინგული პარტია რომელია არასაპარლამენტო პარტიებს შორის? გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმის სამარზე 3W გამოკითხვაჯი და დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 317 999. საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი NDI პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ ოფიციალურ განმარტებას ავრცელებს. NDI ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს ხდის საჯაროს, რომელიც ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს ასახავს. პოლიტიკური პარტიების რეიტინგები კი მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების დროს გამოიყენება. როგორც პარტიებისთვის უკვე ცნობილია, NDI იტოვებს უფლებას კვლევის მონაცემების არასწორად წარმოჩენის ნებისმიერი ფაქტი უარყოს. აღნიშნულია NDI საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს განცხადებაში. ასევე NDI უარყოფს საინფორმაციო სააგენტოების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციებს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ NDI-ის რეიტინგების მიხედვით პროპორციული სისტემის არჩევნებში დაახლოებით 60%-ს აიღებდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აცხადებენ NDI-ში. NDI-ის განცხადებით ასევე არ შეესაბამება სიმართლეს სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები საპარლამენტო არჩევნებში 35%-ს მიიღებდა. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ჩვენი კვლევის ზემოაღნიშნული სახით წარმოდგენას ემყარება, არაზუსტია, აცხადებენ NDI-ში. Interpress News-ისთვის ცნობილი გახდა NDI-ის კვლევის რამდენიმე მონაცემი. კითხვაზე შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში ვის მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს 33%, გიორგი თარგამაძე 14%, 7% ირაკლი ალასანიას, 6% შავლა ნათელაშვილს, ნინო ბურჯანაძე და გუბა სანიკიძემ 2% გადაინაწილეს. კითხვაზე თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებთან რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს? პასუხები შემდეგნაირია. ნაციონალური მოძრაობა 41%, ქრისტიან-დემოკრატები 12%, ლეიბორისტები 5%, თავისუფალი დემოკრატები 4%, ეროვნული ფორუმი 3%. იგივე კითხვა თბილისის მასშტაბით. ნაციონალური მოძრაობა 28%, ქრისტიან-დემოკრატები 9%, თავისუფალი დემოკრატები 7%, ლეიბორისტული პარტია 6%, ეროვნული ფორუმი 6%. შემდეგ კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირია. ნაციონალური მოძრაობა 48%, ქრისტიან-დემოკრატები 9%, ლეიბორისტები 5%, თავისუფალი დემოკრატები 3%. კითხვაზე ჩამოთვლილი პირები უფრო მოგწონთ თუ არ მოგწონთ, პასუხი შემდეგნაირად გადანაწილდა. ილია მეორე 92%, მიხეილ სააკაშვილი 65%, გიგი უგულავა 63%, დავით ბაქრაძემ და გიორგი თარგამაძემ 61% მიიღეს. რაც შეეხება ჩვენს გამოკითხვას, მე წავიკითხავ იმ პარტიების არასაპარლამენტო პარტიების სია, რომლიდანაც თქვენ უნდა გამოავლენთ რომელია ყველაზე რეიტინგული. ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, ქართული პარტია, ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები, პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალი საქართველოს, ხალხის პარტია, კონსერვატიული პარტია, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის თუ არც ერთი. კიდევ ერთხელ გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმის სამარზე 3W გამოკითხვაჯი და დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 317 999. ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში 41 მაყურებლის გამოკითხვა მოხერხდა. აქედან 10 მაყურებელი ხმას აძლევს ეროვნული ფორუმის სასარგებლოდ, 10 მაყურებელი ლეიბორისტული პარტიის სასარგებლოდ, 9 მაყურებელი ხმას აძლევს ქართულ პარტიას, 3 მაყურებელი ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები, 8 მაყურებელი დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, 2 მაყურებელი რესპუბლიკური პარტია და თითო მაყურებელი ხმას აძლევს პოლიტიკურ მოძრაობა თავისუფალ საქართველოს და კონსერვატიულ პარტიას. მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. გამარჯობა გისმენთ. ალო, გისმენთ. დიახ, ეთერში ხართ. ქართული პარტია და კონსერვატორები. ერთ-ერთი უნდა დაასახელოთ. ერთი პირველი ქართული პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე ამ დროისთვის მოგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებსაც, გამოკითხულთა 26% ხმას აძლევს ეროვნულ ფორუმს. ქართული პარტია 20%, ლეიბორისტული პარტია 16%, 8% თავისუფალი დემოკრატები, არც ერთი 7%, 6% რესპუბლიკური პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის 5%, ახალი მემარჯვენეები 2%, 2% თავისუფალი საქართველოს, 1% კონსერვატიული პარტია და თითო პროცენტი თითქმის ხალხის პარტიას და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. დიახ, ეთერში ხართ. თქვენ რატო უმტკიცებთ მთელ სოფლიოს, რომ ქართველი ერი არის დოყლაპია ერია? რა გამოკითხვა ეს? თქვენ პოზიცია გაქვთ პარტიებთან დაკავშირებით? დოყლაპია ერია. კარგად ზამდებოდეთ, ნახვამდის მე ყველა მაყურებელს თხოვ შეკითხვასაც ახლოს ისაუბროს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გისმენთ, ეთერში ხართ. გამარჯობა, გისმენთ. გისმენთ, ეთერში ბრძანდებით. ალო. დიახ, გისმენთ. თავისუფალი დემოკრატები. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 317 999 და აქტიურად ჩვენს ვებმის სამარზე 3W გამოკითხვაჯი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ქართული პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. გთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 317 999. ტელეკომპანია მაესტროში ზარები არ იფილტრება და შესაბამისად ნებისმიერ თქვენგანს აქვს უფლება პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიცია გამოხატოს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. ქართული
პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. ალო, დიახ, ეთერში ხართ. ქართული პარტია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაგვირეკო ტელეფონის ნომერზე 317 და იაქტიუროთ ჩვენს ვებ მისამართზე 3W გამოკითხვაჯი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. რა თქმა უნდა, ეროვნული ფორუმი. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის და ასევე შეგახსენებთ, რომ გადაცემის მეორე ნახევარში სტუმრად გვეყოლება ექსპერტი ბატონი ლადო პაპავა, რომელიც NDI-ს და თქვენს მიერ დადებულ შედეგებს შეაფასებს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. პარტია გენაცვალე, რაღაც ახალი ძალა უნდა გამოჩნდეს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. გთხოვთ იაქტიუროთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 და ასევე იაქტიუროთ ჩვენს ვებ მისამართზე 3W გამოკითხვაჯი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. ეროვნული ფორუმი. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. ალო, დიახ, ეთერში ხართ. გამარჯობათ. გისმენთ. ქართული პარტია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში გამოგითხული საზოგადოების ხმები შემდეგნაირად არის გადანაწილებული. ეროვნული ფორუმი 12 ხმა, ლეიბორისტული პარტია 10 მაყურებელი, ქართული პარტია 14 მაყურებელი, ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები 4 მაყურებელი, 8 მაყურებელი, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის 2 მაყურებელი, რესპუბლიკური პარტია და თითო მაყურებელი, პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის და კონსერვატიული პარტია, ასევე 1 მაყურებელი აძლევს ხმას არც ერთი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. ალო, გამარჯობა გისმენთ. ალო. დიახ, ეთერში. რესპუბლიკური პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე ამ დროისთვის ინტერნეტ მონაცემებსაც მოგახსენებთ, ესე იგი გამოკითხული საზოგადოების 25% ხმას აძლევს ეროვნულ ფორუმს, 19% ქართული პარტია, 16% ლეიბორისტული პარტია, თავისუფალი დემოკრატები 9%, 9% რესპუბლიკური პარტია, 6% არც ერთი მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის 5%, ახალი მემარჯვენეები 2%, თავისუფალი საქართველო 2%, კონსერვატიული პარტია 1%, ხალხის პარტია თითქმის 1% და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ასევე თითქმის 1%. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ, ეთერში ხართ. ლეიბორისტები. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. გისმენთ, ეთერში ხართ. ლეიბორისტული პარტია. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. გთხოვთ დაგვირეკო ტელეფონის ნომერზე 317 შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. ალო, დიახ, ეთერში ხართ. ქართული პარტია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 ტელეკომპანია მაესტროში ზარები არ იფილტრება და შესაბამისად ნებისმიერ თქვენგანს აქვს საშუალება პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიცია გამოხატოს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობათ. თავისუფალი დემოკრატები. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. ალო, დიახ, ეთერში ხართ. ეროვნული ფორუმი. მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 შემდეგი მაყურებელი ეთერში, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა, ეთერში ხართ. ალო, დიახ, ეთერში ხართ. გამარჯობა ნათია. გამარჯობა. კონსერვატულ პარტიას აძლევს. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. გთხოვთ დაგვირეკო ტელეფონის ნომერზე 317 და თავად გამოავლინოთ არასაპარლამენტო პარტიებს შორის ყველაზე რეიტინგული. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. ეროვნული ფორუმი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე მოგახსენებთ ამ დროისთვის როგორ არის გადანაწილებული პირდაპირ ეთერში გამოკითხული საზოგადოების ხმები. 14 ხმა ეროვნული ფორუმი, 12 ხმა ლეიბორისტული პარტია, 15 ხმა ქართული პარტია, 5 ხმა ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები, 8 ხმა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, 3 ხმა რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ, 1 ხმა პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალი საქართველოს სასარგებლოდ, 2 ხმა კონსერვატული პარტიის და 1 მაყურებელი ამბობს, რომ არც ერთი პარტია მისთვის რეიტინგული არ არის არასაპარლამენტო პარტიებს შორის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. ეროვნული ფორუმი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ დაგვირეკო ტელეფონის ნომერზე 317 შემდეგი მაყურებელი ეთერში, გამარჯობა გისმენთ. ლეიბორისტები. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 შემდეგი მაყურებელი ეთერში, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. ახალი დემოკრატები. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უნდა დაგვირეკო ტელეფონის ნომერზე 317 და თავად გამოავლინოთ თუ რომელი პარტიაა ყველაზე რეიტინგული არასაპარლამენტო პარტიებს შორის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. თავისუფალი დემოკრატები. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ეთერში, გამარჯობა გისმენთ. დიახ, გისმენთ. გინახვალე. დიახ. პარტიები თუ არ გაერთიანდა.
ამ თემას დღეს არ განვიხილოთ, თუ შეიძლება რომ დაასახელოთ ის პარტია, რომელსაც თქვენთვის მაქვს რა თქმა უნდა ჩემი აზრი, მაგრამ აზრი არა აქვს ასეთი პარტია რა, მაღალ რეიტინგული დამიჯერა. რეიტინგის გამოვლენა ხდება აქ და არა ის გაერთიანდებიან ისინი თუ არა ამ საკითხს ჯერჯერობით არ განვიხილოთ. როგორ ფიქრობთ, რომელი პარტია თქვენთვის ყველაზე უფრო ახლოს და მისაღები? ლეიბორისტული. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში გამოგითხოვილი საზოგადოების ხმების გადანაწილების შედეგებს მოგახსენებთ. 15 ხმა ეროვნული ფორუმის სასარგებლოდ, 14 ხმა ლეიბორისტული პარტიის სასარგებლოდ, 15 ხმა ქართული პარტიის სასარგებლოდ, 6 ხმა ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები, 9 ხმა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, 3 ხმა რესპუბლიკური პარტია, 2 ხმა კონსერვატიული პარტია და 1 ხმა პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალ საქართველოს, ხოლო ერთი მაყურებელი ამბობს, რომ მისთვის არც ერთი არასაპარლამენტო პარტია რეიტინგული არ არის. გამოკითხვა ეთერში დაპირების ამ ლადო პაპავასთან ერთად დაგიბრუნდებათ დროებით. გამოკითხვა ეთერში დაპირებისამებრ ლადო პაპავასთან ერთად გიბრუნდებათ. საღამო მშვიდობისა ბატონ ლადო, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. საღამო მშვიდობის. ბატონ ლადო, ალბათ გაიცანით იმ კვლევის შედეგებს, რომლებიც გამოქვეყნდა მასმედიის საშუალებით, ანუ აქ არის საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსზე დაყრდნობით და გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები თავად NDI-ის მიერ, რაც არის გამოქვეყნებული. რამ გამოიწვია პირველ რიგში, რაც არის საინტერესო, რამ გამოიწვია ის გაუგებრობა, რომელიც თქვა ნაციონალურ მოძრაობას და ამ შემთხვევაში ალასანიას პარტიას უკავშირდება. ლუის ნავარო იძულებული გახდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აუღია 60%, ხოლო არც ალასანიას პარტიას აუღია 35%. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა გასაიდუმლოებული ასეთი კვლევის შედეგები? იცით, ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია, იმიტომ რომ თუ ასეთი კვლევა ტარდება, ეს კვლევა იმიტომ ტარდება, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება, რომელ პოლიტიკურ ძალას რა რეიტინგი აქვს. თვითონ საზოგადოება როგორ უყურებს თავის მომავალს, იმიტომ რომ როცა ესა თუ ის ადამიანი მხარს უჭერს ამა თუ იმ პარტიას, იმავდროულად ის გამოხატავს თავის დამოკიდებულებას საქართველოს მომავალთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ეს იყოს საჯარო, ეს იყოს ხელმისაწვდომი და ყოველგვარი გაუგებრობა გამორიცხული უნდა იყოს. უფრო მეტიც საერთოდ არ უნდა იყოს აი ორმაგი კითხვის შესაძლებლობაც კი. დიახ. და ბატონ ლადო, ის კვლევის შედეგები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ხელთ, ანუ ნაციონალური მოძრაობა 51%, ქრისტიან დემოკრატები 12%, ლეიბორისტული პარტია 5%, თავისუფალი დემოკრატები 4%, ეროვნული ფორუმი 3%, აქ პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით არის ეს შეკითხვა დასმული, ანუ საზოგადოება თulis ამ უპირატესობით ანიჭებს ამ პროცენტულ მაჩვენებელს. რატომ აპროტესტებენ, თქვა იგივე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იმ კვლევის შედეგებს, რომლებიც NDI-მ დადო, თქვენ როგორ ფიქრობთ? იცით, ობიექტურითაც ასე უნდა იყოს. ჯერ ერთი ყველა ოპოზიციური პარტია თulis, რომ რა თქმა უნდა, მას უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს, ის რომ 100% ეს იქნებოდა შეცდომა, ეს ჯანსაღი პოლიტიკური ამბიცია და ეს ყოველთვის უნდა ამტკიცებდეს, რომ მას ყავს უფრო მეტი მხარდამჭერი და ამით რა თქმა უნდა შთააგონებდეს საზოგადოებას, რომ ჯობია მას დაუჭირო მხარი. ამაში მოულოდნელი არაფერი არ არის. უფრო მეტიც თვითონ ასეთი გამოკითხვები იმავდროულად არის საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მექანიზმიც, იმიტომ რომ საზოგადოებას უნდა თანდათანობით საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, თუ რომელი პარტია უფრო პოპულარული, რომელი პარტია არის ნაკლებ პოპულარული, ასე რომ ამიტომ ვინც ამ კვლევას ატარებს, საკმაოდ დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მას. მეორე, როდესაც ოპოზიციური პარტიები გამოდიან გარკვეულად სკეპტიკურად, ეს გასაგებია, იმიტომ რომ იცით რა, ადამიანები თავისუფალ საზოგადოებაში იძლევიან უშიშრად პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობენ. ხოლო ძალიან ბევრი არის შეშინებული, როდესაც ასეთი გამოკითხვა ტარდება, უნდა აუცილებლად იყოს დარწმუნებული თითოეული მოქალაქე, რომ ეს მისი პასუხი მას რაღაცნაირად ცუდად არ შემოუტრიალდება, რომ ის ან მისი ახლობელი სამსახურს არ დაკარგავს. ამიტომ ეს პრობლემები საკმაოდ რთულია და როცა საზოგადოებაში ეს შიშის სინდრომი უკვე არსებობს, ამ პირობებში რა თქმა უნდა ეს შიშის სინდრომი აისახება გამოკითხვაზე და ბუნებრივია რომ ოპოზიციური პარტიებისაც შეაქვთ ობიექტურად ეჭვი რეალურ სურათში. თუმცა მინდა გითხრათ რომ ის რაც არის შეფასება თუ გამოკითხულებს რა შეეძლოთ ეთქვათ, მაგალითად მეც დარწმუნებული ვარ იმაში რომ დღეს გამოკითხულებს თუ კი ასე მათ მიმართავდნენ რომ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინათ და მათ არა განცდა რომ ეს ისინი არიან სრულად დაცულები, რა თქმა უნდა აბსოლუტური უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას დაუჭერდა მხარს. მაგრამ ახლა გულში რა ფიქრობს ეს მეორე არის და დაუშვათ ხვალ რო არჩევნები ჩატარდეს და თუ იქაც შიში არ ექნება და დარწმუნებული იქნება რომ საარჩევნო ყუთთან მას შეუძლია თავისუფლად იმოქმედოს,
მაშინ როგორ იქნება მისი ქცევა, მაგრამ ყოველთვის ასეთი გამოკითხვის დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის და ეს ნაწილი სამწუხაროდ საქართველოში მზარდი ნაწილი არის, მას აქვს გარკვეულად განცდა იმისა, რომ რამდენად არის უსაფრთხო მისთვის ობიექტურად პასუხის გაცემა. ბატონო, როგორ ფიქრობთ, რატომ ჩაატარა NDM ეს გამოკვლევები სწორედ ახლა გაზაფხულის პირას? საერთოდ ასეთი გამოკვლევები გარკვეული სიხშირით ტარდება. მე გავიხსენებ შაშანდელ გამოკვლევა, შაშან უფრო მეტი კრიტიკა იყო, თუ გახსოვთ. შაშან უფრო სერიოზული და მწვავე კრიტიკა იყო. ასე რომ ეს მოულოდნელი არაფერი არ არის, უბრალოდ კარგი იქნება თუ NDI გაუფრთხილდება თავის სახელს, იმიტომ რომ ის მართლა ძალიან სერიოზული ორგანიზაცია არის. და შეეცდება, რომ რაც შეიძლება დასაბუთებულად წარმოადგინოს თვითონ კვლევის მეთოდი, როგორ იქნა შერჩეული ჯგუფები. მე მაგალითად ვიცი ერთი არასამთავრობო საკმაოდ პრესტიჟული დაწესებულება, სადაც მიიტანეს ეს ანკეტები და ამ არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებს შეავსებინეს. რა თქმა უნდა, იქ დასაქმებულ ჩვეულებრივ ადამიანთა დიდი ნაწილისთვის სიტუაცია რაც უფრო სტაბილური იქნება, რომ მათ უსაფრთხოდ იქნებოდა თავი, რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის გამოხატავენ პრიმიტიულ მხარდაჭერას სტაბილურობის შენარჩუნებაზე და როგორ დაუჭერს ახლა ის მხარს დაუშვათ რაღაც სერიოზულ ცვლილებას რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. აი ასეთ როცა ვიცი რომ მე თვითონ მაქვს ამის მაგალითი, როცა ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში პირდაპირ მიიტანეს ეს ანკეტების შესავსებად, ხო ახლა როგორ ვილაპარაკო, რომ ამ ეს კვლევა მართლაც უნაკლო იყო. თუ ასე მიიტანეს ერთში, ესე იგი ასევე მიიტანდეს სხვაგანაც, არა? და ბანალადო, თქვენ როგორ ფიქრობთ, საზოგადოების რა სეგმენტში, რა ნაწილში უნდა ტარდებოდეს ასეთი? საერთოდ ეს სპეციალურად სოციოლოგიაში საკმაოდ რთული სპეციალური დარგია, ეს უნდა იყოს რეპრეზენტატიული, უნდა ტარდებოდეს ყველა ჯგუფში. მოცული უნდა იყოს მაქსიმალურად ყველა ჯგუფი, უნდა იყოს შეძლებული პირები, ბიზნესმენები, უნდა იყვნენ პედაგოგები, უნდა იყვნენ პენსიონერები, სტუდენტობა, ანუ მაქსიმალურად რომ ასახავდეს საზოგადოების განწყობას, მოცემული უნდა იყოს ყველა სოციალური ჯგუფი და რა თქმა უნდა ასე პრიმიტიულად რომ მანდამაინც ერთ ორგანიზაციაში მიიტანო თუნდაც ერთი 10-მდე ანკეტა და იქ მიიღო გამოკითხვა, ეს აბსოლუტურად სტარი მიდგომაა. და NDI ამიტომ ვიძახი რომ უნდა რა თქმა უნდა სიფრთხილით ეკიდებოდეს თავის ავტორიტეტის და თავის სახელს რომ ის ავტორიტეტი რაც მას გააჩნია, ის ასე ადვილად არ გაფლანგოს. ბატონო, თითქმის ყველა პოზიციაზე, ყველა შეკითხვაში ლიდერობს ნაციონალური მოძრაობა. რას აძლევს ხელისუფლებას ამ გამოკვლევის შედეგები? რაც აძლევს და საზოგადოებრივი აზრით ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ანუ დღეს ჯერ კიდევ წელიწადნახევრით ადრე, ვიდრე ესა დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები, ხელისუფლებას აქვს საშუალება რომ უთხრას რომ შეხედეთ მე ისედაც მიჭერს დიდი უმრავლესობა, ვიდრე ნებისმიერ ცალკე აღებულ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ამიტომ იცოდეთ რომ თუ არ დამიჭერთ ხარს, რა თქმა უნდა შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ უმცირესობაში, რომელსაც შეიძლება შემდეგ გარკვეული პრობლემები გქონდეს. ამიტომ გეუბნებით რომ ასეთი გამოკითხვები არის მექანიზმი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების და ეს ამ შემთხვევაში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, მისთვის სასარგებლოა, იმიტომ რომ ასეთი გამოკითხვა, როდესაც არის შიშის განცდა საზოგადოებაში, ყოველთვის არის უკვე აპრიორი ცნობილი, რომ დაშინებული მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას დაუჭერს ხარს. და ბოლოს, ბატონო, როგორ ფიქრობთ, თითქმის ყველა შეკითხვის დროს ერთნაირად არის გადანაწილებული ქრისტიან-დემოკრატების და თავისუფალი დემოკრატების პოზიციები, ანუ აქ არის ალასანიას და ირაკლი ალასანიას და გიორგი თარგამაძის პარტიებზე საუბარი. ანუ ყველგან ქრისტიან-დემოკრატები მეორე ადგილზეა, ხოლო მესამეზე თავისუფალი დემოკრატები. როგორ ფიქრობთ, აქ რატომ მიენიჭა ამ პარტიებს უპირატესობა? ძნელია ამის თქმა, ახლა როგორ არის, იცი თვითონ ადამიანებშიც არის გარკვეული ის ახლა არის აშკარად გამოკვეთილი ჯგუფი ადამიანებიც, ახლა თქვენთანაც მინდიოდა გამოკითხვა და ვისმენდი პირდაპირ ეთერში როგორ ასახელებდნენ დაუშვათ ისეთ მკვეთრად გამოხატულ პარტიებს რევოლუციური სულისკვეთებს, როგორიც არის დაუშვათ ქართული პარტია, ხო? არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არეშინია და ხმამაღლა იძახის ამას და შეუძლია თქვენ ეთერში დარეგოს. მაგრამ ყველა ადამიანი ასე არ არის, მაგრამ იმავდროულად თუ კი ვინმეს აქვს რაღაც ოპოზიციურად განწყობა მაინც, ის ცდილობს მაინც უფრო ზომიერ ოპოზიციას დაუჭიროს ხარი. ანუ არ თქვას რომ ამას ნაციონალური მოძრაობა მოსვას, მაგრამ არც ისეთ პარტიას მისცეს, რომელიც იყოს
რევოლუციის ინიციატორი, ანუ ასე ვთქვათ, რადიკალურად მომხრე. ანუ ბატონო, თქვენ თითქმის ამბობთ იმას, რომ ადამიანი შეიძლება იძულებული გახდეს, რომ იმის გამო, რომ არ თქვას ნაციონალური მოძრაობა დაასახელოს, თქვათ იგივე უფრო ზომიერი ოპოზიციური პარტია. უფრო ზომიერი და ამავდროულად უნდა გვახსოვდეს ერთი რამეც, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს მართლაც უნდა უფრო მეტად კონსტრუქციული ოპოზიცია, კონსტრუქციული მგაგებით, რომ ოპოზიცია, რომელიც საუბრობს ხელისუფლებასთან, რომელიც მიდის მოლაპარაკებებზე, რომელიც მიდის მასთან გარკვეულ კონტაქტებზე და აი ამ შემთხვევაში დაუშვათ, როდესაც ქრისტიან დემოკრატები არიან წინ წამოწეული და თავისუფალი დემოკრატები მე არ მიგვირს, მაგრამ ზუსტად იმავე ნიშნით, რატო არ აქვს უფრო მეტი რეიტინგი დაუშვათ რესპუბლიკელებს, ახალმემარჯვენეებს ან ახალი რვიანის სხვა ან საერთოდ იმ 8 პარტიების ერთიანობას რვიანის სხვა პარტიებს ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ მათ უფრო ნაკლები რეიტინგი აქვს, თუმცა ისევ ასევე ზიან და კონსტრუქციულად საუბრობენ ხელისუფლებასთან, საარჩევნო გაურემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მადლობა ბატონო და სტუდიაში სტუმრობისთვის, ეს გახლდათ ლადო პაპავა, რაც შეეხება ჩვენი გადაცემის დღევანდელ შეკითხვებს. შედეგებს პირდაპირ ეთერში მოხერხდა 66 მაყურებლის გამოკითხვა. აქედან 15 მაყურებელი ხმას აძლევს ეროვნულ ფორუმს, ასევე 15 მაყურებელი აძლევს ხმას ქართულ პარტიას, 14 მაყურებელი ლეიბორისტული პარტია, 9 მაყურებელი დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, 6 მაყურებელი ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები, 3 მაყურებელი რესპუბლიკური პარტია, თითო მაყურებელი პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალ საქართველოს და ერთმა მათგანმა თქვა, რომ არც ერთი პარტია არ არის მისთვის რეიტინგული და 2 მაყურებელი კონსერვატიული პარტია. რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს, ეროვნული ფორუმი გამოკითხულთა 25%-ის აზრით ყველაზე რეიტინგული არასაპარლამენტო პარტია. 19% ქართული პარტია, ლეიბორისტული პარტია 16%, 10% რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები 9%, 6% არც ერთი მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის 5%, თავისუფალი საქართველო 2%, ახალი მემარჯვენეები ასევე 2%, კონსერვატიული პარტია 1%, ხალხის პარტია და სამართლის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის თითო პროცენტს ინაწილებენ. რაც შეეხება ამ თემას, ის რა თქმა უნდა ეს NDS კლუბების შედეგები გაგრძელდება არგუმენტებში თიასი ჭინავასთან ერთად ლევან მეფხვაძე და ლაშა თორდიას დებატებში, ხოლო მე ორშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.